თუ თქვენ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ. აქ არიგულის ხმა მარტო ის ხალხი, ვისაც კუნთის დადება უნდა. ზოგადად ფიზიკური აქტივობა. თუ თქვენი мотиваცია არის გრძელვადი. ვარჯიში ჩვევაში გადაზარდოთ და არ ჩააგდოთ ხოლმე. აი ეგ არის იდეალური ვარჯიში. წყალი. დილამშვიდობის მეგობრებო, შესანიშნავი დღეა. მე და კირამ კიდევ ერთი კარდიო დავასრულეთ თითქმის. და დღეს მინდა ვისაუბრო უშუალოდ ჯანსაღკვებაზე და დიეტაზე, რადგან რამდენიმე Facebook ჯგუფში ვარ და მუდმივად იმ კითხვას ვსვამენ, აი ეს რომ ჭამო დიეტას ხო არ დავარყო. და აუცილებელია გავიაზროთ ჯანსაღკვებას საერთოდ რას ნიშნავს და რა არის. ჯანსაღკვებას ესე უშუალოდ აკრძალვები რაღაცების მიმართ არ აქვს. არის რამდენიმე პროდუქტი, რომლის მიღებაც სახარბიელო არ არის. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია მაიონეზი. ჩემს სიაში პირველია, რომელსაც ვეუბნები რომ ამოიღონ, თუმცა უმეტესწილად ყველაფრის ჭამა შეიძლება. პურფუნ თუ შეულისაც, ტკბილეულისაც, თუ რა თქმა უნდა ის შენ დღიურ მისაღებ კალორიას არ სცდება. აუცილებელია ეს დავითვალოთ. ხოლო რაც შეეხება დიეტას, დიეტა არის ის ფენომენი, როდესაც კლება ან მატება უნდა წონის და უშუალოდ გაწერილია რა საკვები უნდა მიიღონ, ზუსტად არის დათვლილი და რამდენიმე თვის განმავლობაში და ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3 თვე, რომ ორგანიზმი ზედმეტად არ დაისტრესოს. დიახ, მატების დროსაც დიეტაზეა ადამიანი, თუმცა მატების დროს რადგანაც იმატებდა შედარებით ხანდახან მეტ რაღაცას შეიძლება წაეცმუცნო, თუმცა ეს შედეგზე მოქმედებს, დიეტას არ ეძახიან, თუმცა ზუსტად იგივე არის. მე მაგალითად როდესაც მატების ფაზაში ვარ, კუნთის მასის მომატება მინდა და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა ცხიმიც ასე თუ ისე იმატებს, თუმცა გაწერილი მაქვს საკვები, რომელიც უნდა მივიღო და ვცდილობ ხოლმე რომ არ გავწდე, ჩით მილები მაქვს, რომლებსაც ვიღებ და რა თქმა უნდა არც ისე მარტივია. ეს პროცესით 3 თვეს მოიცავს და კლების დროსაც ზუსტად იგივე ხდება, უბრალოდ შედარებით მეტი რაღაცა კრძალვა გაქვს, რადგანაც ცხიმი უნდა გამოიშრო რა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად დიეტაზე უნდა ვიყოთ. ეს მიგვიყვანს კვებით აშლილობამდე, ჯანმრთელობის პრობლემებამდე, რადგანაც ზოგადად, როდესაც დიეტაზე ხარ, ვიტამინების ნაკლებობა ხშირია, სტრესის მატულობს და ეს ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც პროდუქტები ამოვიღოთ. ჯანსაღკვების დროს შეგვიძლია თითქმის ყველანაირი საკვები ჩავსვათ. ჩემი საყვარელი ჯანსაღკვების კომბინაცია 80-20-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ 20% საჭმელისა შემიძლია რომ იყოს შაქრის შემცველი ან junk food. მარტივად რო აგიხსნათ, თუ დღეში 3ჯერ ვიკვებებით, კვირაში გამოდის 21 კვება და მისი 20% დაახლოებით არის 4 კვება. რაც ნიშნავს იმას, რომ კვირაში 7 დღიდან 3ჯერ ან 4ჯერ 1 კვება შემიძლია რომ გქონდეს ჩითმილი. ეს შეიძლება იყოს პიცა, შეიძლება იყოს ხაჭაპური, შეიძლება იყოს ნამცხვარი, თუმცა შაქრებს ძალიან ბევრ შეიცავს ნამცხვები და ვცდილობ ხოლმე რომ რაიმე ჯანსაღი ნამცხვარი ჩემით გავაკეთო და ეს ჯანსაღი კვება ჩემს ორგანიზმზე მოქმედებს დადებითად. ეს არ არის დიეტა და ეს არ არის აკრძალვები. ეს არის უბრალოდ ორგანიზმისთვის სასარგებლო, ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი, რადგან თუ შენ ყოველდღიურად დღეში 4ჯერ ან 3ჯერ იკვებები junk food-ით, ორგანიზმს არ აძლევს საშუალებას, რომ მისი სრული პოტენციალი გამოიყენოს, იმუშაოს სრულყოფილად. შეიძლება ახალგაზრდობის ასაკში ესენი არ ჩანს, მაგრამ ნელ-ნელა 30-ს როცა გადაცდებით, მეტაბოლიზმი რო შენელდება, ცხიმგროვები მოიმატებს, ჯანმრთელობის პრობლემები მოიმატებს და მნიშვნელოვანია რომ პატივცეთ საკუთარ ორგანიზმს, რადგან ის გვცემს პატივს ჩვენ. ეცადეთ რომ ჯანსაღი კვება და დიეტა ერთმანეთში არ აურიოთ. 3თვიანი კვება დაიწერეთ, რომელიც არც ისე მარტივი დასაცავი იქნება, მაგრამ ცხიმს გამოგაშრობინებთ და დანარჩენი პერიოდი წლის განმავლობაში იკვებეთ ჯანსაღად. სულ ეგ არის. რადგანაც შემეცვალს ხავთ სახლის წინ, სადაც ეს მედგა ჩრდილში რამდენიმე დღე მომიდევს აქეთ გადმოტანა და დაახლოებით არის 17 გრადუსზე რა. ესე თბილ წყალში ჯერ არ ჩამოშდარმა. თუმცა სანამ 18 გრადუსს არ აცდება, მაინც ითვლება ინული საბაზარი.
სხვათა შორის თავიდან მარტივი მეგონა, მაგრამ არც ისე მარტივი ყოფილა. მიზეზი არის ის, რომ რაღაც პერიოდებში სრული საერთოდ არ მქონდა ჩასვლის. ხანდახან როცა საქმე მქონდა ადრე ავდექი და ჩავედი, მაგრამ ამ ბოლო დროს დავამუღამე, რომ ჩასვლის მერე იმდენად გრილად ვარ, რომ სიამოვნებს. მოკლედ შეგვების მომენტი გადავლახე. დაახლოებით 2 კვირა დამჭირდა. პირველი დღეები ხა გართობასავით იყო და ჩავდიოდი ბედნიერად. მესამე-მეოთხე დღის მერე უკვე გართობა აღარ იყო. 2 კვირის მერე უკვე სიამოვნებაშიც გადავიდა. სახლის წინ ცემენტი კარგად რო დაისხმობა, ზუსტად მოქვს ამის ადგილი. იქ დავდგავ და შეიძლება ყოველ დღე არა, მაგრამ კვირაში რამდენიმე დღე ჩავა. სტრეს მენეჯმენტის სხვათა შორის საგრძნობლად ჩანს, რომ გამომისწორა. სულ ეს იყო, გადავიდეთ ვარჯიშზე. დავფურდეთ ჯერ. ალბათ მივხვდებოდით, რომ დღეს ვართ Lions Fitness-ში. ეს არის ბოლო დარბაზი პირველი სერიებიდან. ასე თუ რომელიმე დარბაზში მოვალ, იქნება ახალი. ან კონტენტის ტიპაჟი გარკვეულწილად შეიცვლება. ნახოთ. ჩაჯდომებს ვიწყებ 60 კილოთი. ვაკეთებ სრულ მოძრაობას, სრულ ჩაჯდომას. ავდივარ 80 კილოზე, 100 კილოზე და იქამდე ვაკეთებ 100 კილოს, სანამ კუნთი არ გაიჩიშება მოკლედ რა. აწირთულდება. რადგანაც კუნთი უფრო იღლება, წონები იმატებს და ჯერჯერობით გამეორებები არ მცირდება. 80-ზე და 100. მერე უკვე შემდეგ გამეორებებზე კუნთი მაგზნობინებს უნდა შევამციო თუ არა. დღეს ვისაუბრებთ დანამატებზე, პროტეინი, კრეატინი და ბეცია. ესენი არის ის დანამატები, რომლებსაც ვთვლი, რომ არის ძირითადი, არის ბევრი სხვა დანამატიც, მაგრამ თუ ვიცით, ამ ძირითად დანამატებს რა დანიშნულება აქვს, ჩემი აზრით, ნორმალურად მოვარჯიშე ადამიანს მეტი არც სჭირდება. ზოგ შემთხვევაში ესენი სასჭირდება. მაგრამ თუ უფრო სიღრმისეულად სხვა დანამატებიც გინდათ, მაგალითად ცხიმიწველები, გლუტამინი და ასე შემდეგ, შეგიძლიათ გამიკომენტარეთ და ან ვიდეოს სახით ჩავწერ, ან აუცილებლად დავდებ Telegram არხზე სრულ აღწერას. მაგალწონებს რო ვაკეთებდი მატების დროს სრულ ჩაჯდომას არ ვაკეთებდი. ფეხი ჩამყავდა მართკუთხედზე დაბლა და ამოდიოდი, მაგრამ სრული კუთხე ბევრად უფრო რთულია ჯერ ეს ერთიც და მეორეც უფრო მეტად ჭიმავს უკანა კუნთის, რომლებზეც მაქვს მთავარი ყურადღება გადატანა. სხვათა შორის ბოლო რამდენიმე დღეა უკვე ვიგრძენი, რომ ორგანიზმი შრება, შედარებით ნაკლები ენერგია მაქვს, ცხიმის წვამ ასე თუ ისე მცირე თავის ტკივილები იცის და ეგენი ოფიციალურად მცირე სახით ვიგრძენი სულ რამდენიმე დღეა, თუმცა წონა ვარჯიში რო დავიწყე 91-ზე ვიყავი და პირველი კვირაში ჩამოვიდი 78-ზე, დიდი ალბათობით წყალი გამოვიდა და თან კრეატინი რახან შევწყვიტე. და 78 კილოზე ვარ გაჩერებული, 77 და 900, 78 და 200 და ესე თამაშობ წონა რა. საათი გამეორება გავაკეთე. წინაზე 12 გავაკეთე და მეორე მისვლაზე გავაკეთე 10. დღეს დილით სამწუხაროდ სახში 30 კვადრატზე ეზოში ცემენტის დასმა მოგვიწია და მაგან ბევრი ენერგია წამართვა. შემდეგზე ხო იქნება ეგ ენერგია და საწავაფე. თუმცა
მაქსიმუმს ამოვიღებ ისგან. ხო, რაც შეეხება პირველ დანამატს, პროტეინს, ალბათ ბევრჯერ მიხსენებია ცილა. აგერ პირველი ტიპი არის whey პროტეინი, რომელიც რამდენიმე სახის არსებობს. ერთი არის კონცენტრატი, რომელსაც დაახლოებით 70-80% არის ცილა შემცველების. შეწოვს დრო არის საშუალო. არსებობს იზოლატი, განსხვავება ის არის, რომ მის შემადგენლობაში 90%-ზე მეტი არის ცილა და შედარებით სწრაფად შეიწოვება. კიდე არსებობს რამდენიმე სახის, რომლებიც ძალიან სწრაფად შეიწოვება, თუმცა არის შედარებით ძვირი და ნაკლებად გამოიყენება. შემდეგი არის უშუალოდ რძის პროტეინი, რომელსაც აზეინი ეწოდება. და შეწოვას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ყველაზე კარგია მისი მიღება დაახლოებით ძილის წინ. გამე ბოლო კვების დროს. თუმცა ხარისხიანი მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ძილის წინ, როცა პროტეინი ჭირდება, მაგალითად გემოთი ყველაზე მეტად ეგ მომწონს. და ასევე არსებობს ვეგანური პროტეინები, რომლებიც უშუალოდ მცენარეებისგან არის ნაწარმოები. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ პროტეინი არის ქიმიური დანამატი და მიღება შეიძლება ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მსგავსებებს ყურადღება არ მიაქციოთ, როგორც იხარით არის პირდაპირ მნიშვნელობით დამამშრალი ცილა, ხმლის სახით. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს. არის ზოგიერთი ბრენდი, რომელიც უხარისხოა, შედეგს არ გაძით. ფასიც არც ისე ცოტა აქვს და ქიმიურად ამუშავებენ, რაც ცუდია. რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია იმ კარგ პროტეინებზე ცუდი დამოკიდებულება, თუმცა თუ იყედი ხარისხიან პროტეინს, შეთქონე, რომ პირდაპირ მნიშვნელობით საკვებს იღებ. უბრალოდ ერთი მთავარი ფაქტორი და გასათვალისწინებელი არის ის, რომ მის ხარჯზე არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ვფიქროთ, რომ რახან ვიღებ შეიქს ორჯერ ან სამჯერ, მორჩა მეტი არ უნდა მივიღო, რადგანაც უშუალოდ საკვებიდან უნდა მივიღოთ ძირითადი ცილა. მე თუ დამიჯერებთ 70% მინიმუმ, და ის 30%-ს თუ ვერ ავსებთ და ძალიან ბევრი გიწევთ, ან დისკომფორტს გრძნობს მაგრამ ცილის ჭამით, შეგიძლიათ მიიღოთ პროტეინი. თან აქვს არომატი, ჭამე მომწონს, რომ როცა ვერ ვიღებ მაგალითად ტკბილოოს და რაღაც მსგავსი, პროტეინის არომატი, რომელიც შოკოლადის გემოთია ბანანებთან და მსგავსი, გარკვეულწილად სიამოვნებას მანიჭებს. ბოლო მისვლაზეც მივიდეთ და მოურჩევთ, ეს იქნება მე-6. ალბათ მაქსიმუმ 4 ჯერ გავიმეორებ. პირველი გამეორება გავაკეთე, მაგრამ ვიღაც დაეჯახა თურმე და ავტომატურად გაიჩიშა რა და პროტეინზე ყველაფერი ვილაპარაკე უკვე ისედაც. მეტი უკეთეს ლოკაციაზე ვერვდებ, იმიტომ რომ აქეთ ცოტა ბევრი ხალხია. ორი თავი დამკვეთ. დადებითი არის პირველ რიგში ის, რომ ცილის მარადს ვავსებინებს და პლუს შემშლის გრძნობას ვიკარგავს, როდესაც ვიღებთ. პლების დროს ორივე ძალიან კარგია. მეორე მნიშვნელოვანი არის აღდგენის პროცესი აჩქარებს და ის რასაც გავსუცხობ ძალიან თან. მიიღეთ ხოლმე ვარჯიშიდან 9 საათში დაახლოებით ნებისმიერ შეგვიძლიათ აი მაგალითად სადღაც მიდიხარ და იცი რომ შეიძლება ყველა რომ გასწრო შეგიძლია წაიღო 10 გრამი ეს ჩაყრა დაახლოებით ოჩი ჩაყრი წყალთან ერთად მოურე და შეიკის სახით დალებ და ერთი კვება არ იქნება გამორჩენილი. ან შეგვიძლია ძილის წინ მიიღოთ მაგალითად რძის პროტეინი, კაზეინი, უფრო კონკრეტულად რო ვთქვა, უარყოფითი თვისებებიც აქვს. პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ. ან რძესთან ურთიერთობა არ გაქვთ კარგი, პირდაპირ მნიშვნელობით მეზე უარყოფითად იმოქმედებს. რადგან ზოგიერთ ლაქტოზას შეიცავს და ამიტომ აუცილებლად ემიზოს გაითვალისწინოთ, რომ ისეთი აიღოთ, რომელიც რძისგან არ არის მიღებული. მეორე არის ის, რომ ზოგიერთმა შებერილობა იცის
და მესამე არა მხოლოდ ის კონტექსტი, არამედ ზოგადად ცილის მიღების უარყოფითი ყარია. თუ მიიღებ ნორმაზე მეც და ეს ნორმა დაახლოებით 2.5-3 გრამია, აწება თირკმელებს, აკავებს წყალს და უბრალოდ ჯანმრთელობის პრობლემებს გიქმნით. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ თუ სპორტსმენი არ იღებს დანამატებს და ასე შემდეგ, დეტალებში არ ჩავალ, 3 გრამზე მეტი ცილა არ მიიღებ. ხა გადავიდეთ კრეატინს. კრეატინი მოკლედ ასაკეთებს არის ნაერთი, რომელიც ორგანიზმშიც გამოიყოფა და ასევე დანამატის აქტივირებენ. მონაწილეობას იღებს ენერგიის ATP-ის გამოყოფაში მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების დროს. მაშინ, როდესაც ენერგია გჭირდება ორგანიზმს სწრაფად. ყველაზე გავრცელებული ფორმა კრეატინის არის მონოჰიდრატი. არის მისი რამდენიმე სხვადასხვა სახეობა, თუმცა მონოჰიდრატი ყველაზე მეტად ატესტილია, ის დადებითი უარყოფითი მხარეები და იმენად სასარგებლოა, რომ ზოგადად ღიურად 3-დან 5 გრამამდე რომ ყველა მიიღოს, იქნება ძალიან კარგი. სადღაც ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ენერგიას, არამედ ვარჯიშის დროს შედარებით მეტ ძალათაც გაძლევს. და ზოგიერთი კვლევის მიხედვით, რომელსაც ახლა 100%-ით ვერ ამობენ, რა თქმა უნდა, გონების მუშაობის ხარისხსაც ზრდის. როგორც თქვი, ახლა მოდი ჩავშალოთ ვის ჭირდება რა. პირველში იმ ხალხს, ვინც ვარჯიშობს, რადგან კონტექსტში არსებული ენერგიის მარაგებს ზრდის და საბოლოო ჯამში მეტი წონის აწევა და უფრო ხარისხენად ვარჯიში შეგიძლიათ. ასევე იმ ადამიანებს, ვინც ვარჯიშობს, მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობს, მაგალითად ფეხბურთს თუ გიყვართ, კალათბურთი, ნებისმიერ ან სპრინტი. ამ დროს გაძლევთ დამრევით ძალას. საფრთხეების შეეხება, როგორც გითხარი, არის რამდენიმე ტიპის, თუმცა ისეთ პოპულარული არც ერთი არ არის. როგორც მონოჰიდრატი, რადგანაც ყველაზე კარგად მონოჰიდრატი მუშაობს, ყველაზე ნაკლები უკუჩვენება მონოჰიდრატს აქვს. ერთადერთი რაც აქვს, ცუდი არის, რომ წყალში ხსნადობის მხრივ შედარებით ცუდია. არსებობს წყალში უკეთესად ხსნადი ვარიანტებიც, თუმცა ეფექტი ბევრად ნაკლები აქვს. ჩაჯდომობით და ხიდით ფეხის უკანა ნაწილს და დუნდულებს ვაწვევოდი. ამ ერთი ვარჯიშით მოკლედ ვეცდები, რომ 4-5 მისვლა გავაკეთო, სანამ არ ვიფსწრებ მაქსიმალურად გამოწვევას კუნთის. უშუალოდ უკუჩვენებებს კრეატინის პირველ რიგში არის, რაც ალბათ ყველას ხსმენიათ წყალს აკავებს. თუმცა არც ისე დიდი რაოდენობით, დაახლოებით 1 კილოს მოგიმატებ. 100 კილოგრამს დაახლოებით 3 კილოგრამს ვიღებთ. თუმცა ეგ დისკომფორტს არ გაგრძნობინებთ. კიდე არის ხოლმე რომ იძახიან რომ აი წყალს თუ არ მიიღებ და რაღაც არ შეიძლება და ასე შემდეგ. ანუ მარტივად გეტყვით რომ როდესაც კრეატინს იღებ, წყლის მოთხოვნილება ისედაც გაქვს. უბრალოდ ეცადეთ რომ როცა წყლის მოთხოვნილება გაქვთ, წყალი დალიოთ. მეტი არაფერი არ ჭირდება. კიდე აქვს უკუჩვენება რომ როდესაც კრეატინს ვსვამთ, თითქოს სულ გონია რომ შევსებული ხარ და დანაყრეული ხარ. საჭმელს რო იღებ გონია რომ ძალიან გაიბერე, მაგრამ ეგ ზოგ შემთხვევაში და ბოლო არის თუ თირკმელების პრობლემა გაქვთ, ზოგადად ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ აუცილებლად. თუ რა თქმა უნდა ყველაფერი ჯანმრთელად აქვს თირკმელებს, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ რადგანაც წყალს აკავებს ორგანიზმში, აუცილებლად უნდა გაიარეთ კონსულტაცია, იმიტომ რომ წყლის ცირკულაციას და მის მიერ შარდის სახით გამოყოფაზე პასუხისმგებელი თირკმელებია და დააწვება მას. ეს წყლის შეკავება თუ ის არ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს რა. კრეატინის მიღებას ყველას ვურჩევ, ვისაც აქვს შესაძლებლობა. ყველაზე იაფფასიანი დანამატია, როგორც გითხარით, არა მხოლოდ ვარჯიშზე, არამედ ზოგადად ხასიათზეც აისახება, ენერგიაზეც, როგორც კვლევებმა აჩვენა გონების ხარისხენად მუშაობაზე, შეიძლება ეს 100%-ით დადასტურებული არ არის, მაგრამ თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ შესაძლებლობა არის, რატო არა, 30 წლის შემდგომ, რომ დღეში 3 ან 5 გრამი კრეატინი წყალში გახსნილი მიიღო. სანამ უშუალოდ BCAA-ზე დავიწყებ საუბარს, პირველ რიგში უნდა აუხსნათ
ერთი მარტივი ფაქტორი, რომ ცილები შედგება ამინომჟავებისგან. შეიძლება ეს თქვენ იცით, ან შეიძლება არ იცით. არსებობს ამინომჟავების ჯგუფი, რომლებიც გამოკვლეულია და რომლებიც აუცილებელი არის ორგანიზმისთვის. თუმცა ამ აუცილებელი ამინომჟავებისგან ზოგიერთს თვითონ ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და ცხოველური და მცენარეული ცილებისგან იღებს. სწორედ ასეთი სამი ამინომჟავისგან შედგება ბეცია. ესენია ვალინი, იზოლიცინი და ლიცინი, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ უშუალოდ კუნთების მშენებლობაში ჩვენივე ორგანიზმში. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე აქვს დადებითი ფაქტორები რა. პირველ რიგში ის, რომ კუნთებს იცავს დაშლისგან, როდესაც ორგანიზმი თქვათ ზნობს რომ შია, ან ვარჯიშის დროს ენერგია სჭირდება და აღარ აქვს, იწყებს კუნთის შლას, რაც საბოლოო ჯამში კუნთის მასას გვიმცირებს. PCA-ის მიღება ამისგან გვიწევს. აღდგენის პროცესებზე დადებითად მოქმედებს კუნთის ტკივილებს ამცირებს და თუ თქვენ ხართ კლებაზე, შობაზე, ან ვარჯიშობთ ერთ საათზე მეტ ხანს, ძალიან კარგია რომ მიიღოთ, რომ უშუალოდ თქვენი ცილის შლა ან კუნთის ტკივილი შეაჩეროს. არსებობს ხვნის სახით, ასევე კაფსულებადაც იყიდება. შეგვიძლია ნებისმიერი მივიღოთ, არ არის პრობლემა. წინაზე დამეწერეს უშუალოდ ბეციაზე კომენტარი, რომ მაგალითად თუ წვენი გიყვართ ან რამე მსგავსი, შეგიძლიათ ბეცია მიიღოთ მეთქი და დამეწერეს, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ხიმიაო. ზუსტად ასე დამეწერეს და მარტივად გეტყვით რა. ნებისმიერი წვენი, რასაც იღებთ, თუ თქვენი ხელით არ დაწურავთ ხელს, შეიცავს დამატკობლებს, უშუალოდ ქიმიურ დანამატებს, რომ ის გემო მიიღონ, რადგანაც ხილის რაოდენობა მაგდენი არ არის. ყველაზე კარგ ვარიანტში ნახევარი ხილია და ნახევარი დამატკობლები და გემოები ქიმიურად. აქედან გამომდინარე, მაგაზე ცუდი ფიზიკურად არ არის. ჯანსაღია, ორგანიზმს არ ვნებს. რა თქმა უნდა, გარკვეული დამატკობლები აქვს, თუმცა მცირე რაოდენობით, რომ სრულიად უგემური არ იყოს. და როდესაც კვებაზე ხარ და მით უმეტეს შრობაზე და არ იღებ არანაირ შაქარს, ძალიან კარგი ჩამოცვლებელია, თან მით უმეტეს კუნთის ტკივილს ამცირებს. თუმცა აქვს უარყოფითი მხარეებიც. პირველ რიგში უარყოფითი მხარე ის არის, რომ რასაც ბეცია აკეთებს, იგივე შეგვიძლია რომ უბრალოდ პროტეინის მიღებითაც მივიღოთ. აქედან გამომდინარე, პროტეინსაც რო ყიდულობ და ბეციასაც შედარებით ძვირად გამოდიხარ მაგ ყველაფერგან. თუმცა მე მაგალითად იმის შემიძლია ხოლმე რომ ვიყიდო, რამდენადაც ვარჯიშის დროს პროტეინს ვერ დავლევ, ვარჯიშის შემდგომ დავლევ და კუნთების ტკივილი, როდესაც რამდენიმე თვიანი შესვენების მერე ვიწყებ ვარჯიშს, არ მინდა რომ რამდენიმე დღიანი კუნთის ტკივილი გამომყვეს და ამიტომ ძალიან მეხმარება და პლუს შრობის დროს ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე მაგალითად ვატყობ რომ მეხმარება რომ კუნთის მასა არ დავკარგო. თუ დიდი რაოდენობით მიიღებ, ეფექტი არ აქვს, მხოლოდ იმ რაოდენობას იღებს, რაც ორგანიზმს ჭირდება და დანარჩენი შარდის სახით გამოიყოფ. სამივე დანამატი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროს და კარგია თუ მიიღებთ, დაგეხმარებათ კუნთის მასის შენებაში. ამიტომ თქვენ გადაწყვეტეთ რას იზრდებთ. დავიდეთ წიაგდო, სულ ეს სამი ვარჯიში იყო. წიაგასთან ერთად გადავიდეთ დარბაზის შეფასებაზეც. დარბაზს რაც შეეხება, მე ეს დარბაზი მიყვარს. მართლა არის ის ერთ-ერთი დარბაზი, რომელზეც ეს პროსახელი ამახსენდება, რომ ახლა პროფესიონალურია. ტრენაჟორებითაც და ზოგადად ყველაფერს. შეიძლება ქულები რაღაცეებში დააკვეს და დაბალი ქულა აიღოს. ეგ არის სარაკინებს. და აკეთეთ რატო ამ გამეორების მერე. თავზე შემიძლია ვფარო
ყველგან არის ეს რეზინის ხალიჩა დადებული. სუფთავი დაცულია ასე თუ ისე. აი გამართულ რუიანს იღებდა ეს დარბაზი ობიექტურად რო შეფასებინა. ისეთი არაფერი არ არის რომ შეგაცვლოს. ტრენაჟორების რაოდენობას რაც შეეხება შემიძლია 10-იანი დაუწერო იმ მარტივ მიზეზით რომ მართლა პროფესიონალური ტრენაჟორებია. აი მაგალითად სხვა დარბაზები რო ავიღოთ რომელსაც ტრენაჟორი აქვს და თან კარგი არის ესეთი ტრენაჟორები რომელიც აი თანამედროვე ერას შეესაბამება. ალბათ ვინც პროფესიონალურად ვარჯიშობს მიხდება რა. არის მაგალითად ისეთი ვარჯიშები რომლებიც შედარებით ნაზია ჩემთვის. აქ ყველა ტრენაჟორი არის უხეში გასაკეთებელი რომ აი მართ ცნობრო კლუბს გიზრდის რა. ამიტომ ვაფიქსებ აკაურობის ყველა ტრენაჟორს. ამიტომ მაგაში დავუწერ 10. ხოლო რაც შეეხება ტრენაჟორების მდგომარეობაზეც დავუწერო დაახლოებით 200. ოღონდ იმიტომ არა რომ რომელიმე დაზიანებულია რამის კავსი, არა მაქსიმალურად მოვლილია, გაწყენილია სუფთა. თუმცა რადგანაც ეს დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე ძველია, სვეთა ეთყობა, მაგრამ მოვლილად გაცვეთილი ტრენაჟორებია. იმღებს და შეთავაზებებს რაც შეეხება კულას არ დავაწყო. ან უკეთესად მინახავს. შევაფასო ობიექტურად შეიძლება 1 ან 1.5 კულა დააკლდეს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი დარბაზი, როცა პროტეინი უთხოვე და მკითხეს რომელი გისავა. ძის პროტეინი, ჩვეულებრივი პროტეინი, ვეგანური, უბრალოდ ყველა სახის პროტეინი ქონდა გახსნი. თუნდაც ამ დეტალიზაციაში ჩანს რამდენად სერიოზულად აღიქვამენ უშუალოდ ვარჯიშს. და პლუს იმაშიც ჩანს რომ აქაური ძალიან ბევრი ტრენერი, ბოდიბილდერია, პროფესიონალი, ძალიან ხარისხიანი სტაფი. მე განათლებული ამ სფეროში. რასაც ვაფასებ. ახლა პროფესიონალური დარბაზი. ამიტომ იმედებს დავუწერ 10. ობიექტური გადმოსახედით. რაც შეეხება პირად სივრცეს ვარჯიშისას, ამაში ერთ კულას დავაკლებ. მიზეზი მხოლოდ ის არის დარბაზის სული სივრცე არც ისე დიდია, რადგანაც ძალიან ბევრი ტრენაჟორია. ადგილები თავისუფალი ძალიან ცოტაა და ხალხი როცა არის და ვარჯიშობენ უკვე ძალიან რთულია რომ იმოძრაო რა. თუმცა ზოგ დარბაზებში რო იყო პრობლემა რომ ეს ტრენაჟორზე გელოდებოდა 10 ადამიანი, აქ ეგ პრობლემა არ არის, რომ აუცილებელი ტრენაჟორები რამდენიმე ტიპის არის, რიგში დომა არ იწევს. დარბაზის დიზაინს რაც შეეხება სხვადასხვა შორის თეთრი ტრენაჟორები არსად არ მინახავს რა. უმრავლესობა ტრენაჟორების Life Fitness-ის არის ან Hammer Strength-ის, რომელზეც როგორც წინა დარბაზში ვორტებში ვახსენე არის ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხები და ხარისხიანია ყველა მათგან და თეთრი ფერი ძალიან ლამაზია და მომწონს თეთრის და წითლის კომბინაცია. განათებაც ძალიან კარგი არის. სარკეები არის ყველა კედელზე, სადაც კედელია. კულას არ დავაკლებ, რადგან არც უხაერობა არის, არც განათების ნაკლებობა, დიზაინიც ძალიან კარგი სუფთა და თვალისთვის კომფორტულია. მუშაობის საათებზე ბევრის თქმა არ მიწევს, ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ ალბათ ბევრჯერ ვახსენე 2-ზე რა ხანი კეტებიან. კულა არ დააკლებებ, მადლობა მათ. თან ამათ პლუს ისა, რომ დილითაც ძალიან ადრე იწებიან, სულ რამდენიმე საათი არის დაკეტილი. როფერომებს რაც შეეხება არის კინის თაროები, რომელსაც ზოგიერთი კარი ამიტყურება. გენის პლუს 10-დანაც ვერ დავუწერ, ამიტომ 2 კულას დავაკლებ, თუმცა რაოდენობრივად ძალიან კარგია, 2 დიჯიტი ამოგაგებ მამაკაცების სივრცეში, შუალების სივრცეში და სრულიად საკმარისია. შეიძლება ითქვას, რომ საკმარისად მეტიც არის და 8 კულას დავუწერ ამ ნაწილში. სივრცეების გამოყოფას რაც შეეხება გამოყოფილია ის სივრცე თითქოს ცალკე არის, მაგრამ გამოყოფილი ოთახი არ არის და კარდიო სივრცეც უშუალოდ შუშის კედლისკენ არის ნატურალურ ბელიაშიც გადახედოს, მაგრამ გამოყოფილი არ არის. სულ აქ მე რასაც ხედავ ეს სივრცეებია,
ამიტომ მოდი ხარკულას დავიწყე, იმიტომ რომ რაც აქვს ცდილობენ მაქსიმალურად ლამაზად იყოს და მაინც იქცნო შედარებით განმაყოფილი ხარ და პირდაპირ ტრენაჟერების გვერდით არ დგას როგორც ზოგიერთ ბარდაში და ამათაც სივრცეებშიც ხარკულას დავიწყე, იმიტომ რომ არის რაღაცები რაც შეუძლიათ დაამატოთ, თუმცა ამ სივრცეში არ დაიმატავა, ამიტომ დიდი ალბათობით არ ამატებენ. დღეისთვის საბოლოო ჯამში სულ ეს იყო. მადლობა რომ ბოლომდე მეყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი.